უკრაინაში გლოვაა გამოცხადებული, როგორც ცნობილია რუსმა სამხედროებმა ბზობის დღეს უკრაინის ქალაქ სუმიზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა 35 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ეს რუსეთის მეორე ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო. მოქალაქეები ღვთისმსახურებაზე მიდიოდნენ, ამიტომ ბევრი დაშავებული და დაჭრილი იყო. ირგვლივ ყველგან ცხედრები ეყარა. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო თავდასხმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო. მოსკოვში ახლა არაფრის ეშინიათ, მაგრამ თუ რუსეთზე არ გაზრდიან ზეწოლას, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ისინი არ შეწყვეტენ ბრძოლას. ამავდროულად რუსეთი ამტკიცებს, რომ სუმის რეგიონში დარტყმების სამიზნე უკრაინელი სამხედრო მეთაურები და მათი დასავლელი კოლეგები იყვნენ და დასძინეს, რომ მათ ძალებს იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვთ.